4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში ლეკვების გაჩუქების აქცია მოეწყო, რა დროსაც 15-მდე ძაღლი გაჩუქდა. იყო ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები, რომელშიც მონაწილეობის საშუალებაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. ცნობისთვის თარიღი 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი მიუსაფარ ცხოველთა მიმართ მზრუნველობის, თანაგრძნობისა და დახმარების გამოხატვა. დღეს არის 4 აპრილი, მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე. ტრადიციულად შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ამ დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეს ვაწყობთ ხოლმე. სააგენტოს მხრიდან ხდება ლეკვების გაჩუქების აქცია. მოგეხსენება თქვენც ნახავდით და ათვალიერებდით სააგენტოდან გაჩუქებული ნებისმიერი ძაღლი ლეკვების შემთხვევაში სტერილიზაციის და ცოფზე ვაქცინაციის გარანტიით იჩუქება. პირველ რიგში რატო არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი? საზოგადოებისთვის არის ეს დღე მნიშვნელოვანი, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ქვეყანაში მოგეხსენებათ ძალიან რთული პირობები არის შექმნილი პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ რეგიონს გაუმართლა და გვაქვს ეს დაწესებულება და შიდა ქართლის მასშტაბით პოპულაციის მართვა ხდება ჰუმანური მეთოდით. დღეს ღია კარის დღე გვაქვს, ნებისმიერ მსურველს, მოქალაქეს, მოყვარულს შეუძლია მობრძანდეს და იჩუქოს ლეკვები და უკვე დილიდან 11 საათიდან არაერთი მოქალაქე იყო მოსული, 10-ზე მეტი ცხოველი გაჩუქდა და ალბათ დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ცხოველი გაჩუქდება. საქართველოს იმხელა დიდი ცოდვა აქვს ცხოველების მიმართ, რომ სანამ ეს ამ ცოდვას არ ჩამოირეცხავს საქართველო, მანამდე არაფერი არ გვეშველება. აი ჩემი აზრია ეგა და არ ვიცი ვინ როგორ გამიგებს. ძალიან აგრესია მოდის, ძალიან შენ რო აჭმევ, იმასაც ვერ იტანს ხალხი. ვერ იტანს კი. ხო და რა ვიცი, აი მე პირადად არაფერი შემიძლია, ერთადერთი პენსიონერი ქალი ვარ და როგორც შემიძლია რა მინიმალურს ვაკეთებ, რომ ქუჩის ძაღლებს, იმიტომ ჩემი საკუთარი 14 წლისა დამეღუპა და რამის ჩავყევი მიწაში. ყველა ოჯახმა რო თითო იჩუქოს, აღარ იქნება. და თუ მოსახერხებელი იქნება, რომ რაღაცა ფინანსები იქნება, რაღაცა იქნება, რომ მასიური სტერილიზაცია გაკეთდეს, რომ ესე არ გამრავლდნენ და ქუჩაში არ იყვნენ, ესე საცოდავად, აი რავი. აქ მოვდივარ უკვე 2 წელი, 2 წელზე მეტია და ძალიან ბევრი ძაღლი უკვე გავაჩუქე ოჯახებში. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ამ პატარებისთვის, ან ძალიან ლამაზი არსება და ყველას უნდა იყონ სახლში, ოჯახში. თბილად